დღეისათვის ვიყიდე 5 ამანათი. აი ესენი. თითქმის ერთ და იგივე ზომები და აი ამ ზომებზე კარგად მაქვს დასწილი, რომ კაი რაღაცები დევს ხოლმე შიგნით. და ვნახოთ. მოდი დავიწყოთ ყველაზე დიდით. აი ეს არის ყველაზე დიდი. ერთი მთლიანი ყუთია. აქ რაღაცა სხვა დევს აქ, სავარაუდოდ და აქაც ხო, ნუ მთლიანი ყუთია და აქ უნდა იყოს რაღაცა სხვა, ყუთია გაფუჭებული შეიძლება. გავხსნათ ახლა და ვნახოთ. ესეთ ყუთებში დასწილი გვაქვს, რომ კაი რაღაცები არ ამოდის. აჰა. ორი რაღაცა არის ეს ერთი და მეორე უზარმაზარ ყუთში დევს. ამაზონის გვარი აწერია. დაკარგული ამანათებია კიდევ ვიმეორე. ნახოთ ეს რა არის, აი ესე გამოიყურება. ეს არის რაღაც მისაწებებლები აქვს აქ და აი ესე გამოიყურება. მე მგონი ან ტრაპზე, ან ტრაპზე დასაწებებელია მე მგონი. რაღაცა მსგავსი. ნუ, რა ვიცი. არის რა. თავარია იმ დიდ ყუთში გადევს. ერთხელ ამომივიდა ესეთი რაღაცა და კიდე ერთჯერადი პაწაწკინტელა კოუზები, ერთჯერადი რაღაცეები და ერთჯერადი კიდევ რაღაცეები. ეს არის, ეს უფრო საკაიფო რაღაცაა. ესეთი პატარა ოთხკუთხედი ისინია. ალბათ მძიობის შესაყრელი რაღაც, მოდი არ გავხსნი. ეს თავდასაფარებლებია ზემოდან, ეს კოუზები და ეს ესეთი ოთხკუთხედი ჭიქები ვით არის პატარა. რომელშიც მდევს ძალიან ბევრი. ალბათ თითოში 20 ცალი და 100 ცალი და შიგნით სავარაუდოდ. დამიწერეთ კომენტარებში რისი შეიძლება იყოს ეს. კოუზი რატომ მოყვება თუ მძივებისაა. ნუ საინტერესოა ერთ სიტყვით. მოგითხრათ ახლა გამიხარდათ გვარა, მაგრამ ეს პატარა კოუზები ძალიან საყვარლები არის. აი განახებთ ახლა ახლა გავხსნა ესე განახებთ რა პატარა კოუზები. ამას პირდაპირ როგორც არის ესევე დავდებ. შემდეგი ყველაზე დიდი ხო გავხსნით, ახლა ყველაზე პატარა გავხსნით. აქ ხო ერთი ყუთი დევს და წინაც რაღაცა აქ როგორც იმას ქონდა სავარაუდოდ. ესეთი კი ერთხელ ამომივიდა წინა ვიდეოში. ეს არის კაბელი 3-1-ში. ანუ Type-C-ს მოყვება, ძველი დამტენიც და iPhone-ის ძველი სატენის თავიც აქვს. ამას აღარ გავხსნი, ეს წინაზე ამომივიდა და პირველად განმეორდა, რავი 17 ვიდეოს მერე პირველად განმეორდა რაღაც. და ეს ნახოთ ახლა რა არის. ეს არის smart robot-ი. Amazon-ის smart robot-ი. ძალიან საყვარელი. აუ, რა მაგარი ტიპია. ნახეთ, პროსტა. ეს ის არის, რომ დადის და ვლაპარაკობს რაღაცებს უშვება. აუ, ეხლა დასატენი არ არის, განახებთ უეჭველი. სამწუხაროდ ელემენტები ჭირდება, რომელიც არ ვიცი მაქვს თუ არა. შევამოწმებ. და მოდი ჩავთოთ ეხლა ჩვენ ეს. ვაიმე. არ გადავარდეს. მედია სენსორები აქვს. ძალიან დებილი რაღაცაა. გადავაღდა ლამეს. ნუ ეს სიტყვა ჯერ ვერ გავუგე. Hello. ანუ რაღაცეებს ხო უნდა იმას სიგნალები ხო უნდა ქონდეს და პროსად დადის ესე. ძალიან დიდი სივრცე ჭირდება, როგორც მივხვდი, იმიტომ რომ ხანსად ვარდება ხანსად. Can you აი ეს დებილივი დადის ხალხო. ვერაფერი ვერ გავაგებია, ეს ინგლისურად, ეს რუსულად. ეხლა მეგონი ბგეგიდან სწავლობს. ძალიან მაგარი იყო ეს რობოტი მოგეწონათ ალბათ. შემდეგი არის, რა ვიცი, უკვე ზომის მნიშვნელობა აღარ აქვს. ამაში ვატყობ, რომ ძალიან ბევრი რამე უნდა იდოს წესით, ნუ 2-ზე მეტი მაინც და ნახოთ რეებია. აჰა, ორი რაღაც ძევს. მოდი ეს ვნახოთ რა არის ჯერ ყუთში. თმის დამჭერები დევს. 8 ცალი, თუ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 14 ცალამდე, აი ესეთი. თმის დამჭერები. სუფთა გოგოშკური რაღაცაა და ამაში დევს არ ვიცი რა არის. აი ესეთი რაღაცეები დევს ხო, ეს რა არის, არ ვიცი. მისაწევებელი თმებია? აი ესეთი გზელი რაღაცეები დევს, აი ესენი მოყვება. ესეც მოყვება. ესეც მოყვება. და რაღაცა უამრავი აი ესეთი
რაღაცეები. სავარაუდოდ თმაში ჩასაწნავი თმები არის. მე ეგე მგონია. რა ვიცი, მეგობრობის რაღაცებში ვერ ვკვევი, სავარაუდოდ ეგაა. ამიწერეთ თუ გწდები კომენტარებში. ალბათ ეგაა. ამაში ერთი ყუთია, ოღონდ სავარაუდოდ რაღაც მოყვათ კარებში და აქ ვეულს გავს და ნახოთ აბა რა არის. ერთი ყუთია, რომელიც მოჭეჭყილია, ლამის გახსნილი და რო ვთქვი ვეულს გავს მეთქი, ვეული არა, მაგრამ რაღაც მსგავსი არის. ფოტოალბომი არის. გავხსნი ბარემ. ნუ ორი შემთხვევაში მე ეგრე მიმავსგავსება ფოტოალბომია. აი ესე. არა, რაღაც სხვა არის. თავისი პასტა მოყვა. აი აქ, აი ესეთი რაღაცეები, ესეთები რაღაც თამაშია ვითომ? ნუ რაღაც თამაშია სავარაუდოდ არის. თურმე მიცით და გაგიგიათ ესეთი რაღაცა, სავარაუდოდ უცხოური აქვს საქართველოში ხამას ჩვენ ვითამაშებთ. რაღაცეები ფლომასით უნდა მონიშნო და ასე შემდეგ. აი, რაც აღიარი არა უშავს და ნახოთ ყუთში გადავს. ყუთში დევს. ეს რა არის? რაღაცას მონიტორი აქვს, რაღაც ძალიან მაგარი. ეს სხვა ადგილიდან წამოვიღე ეს სამანათები. რაღაც იმ ადგილზე წინაზე ხო ძალიან კაი რაღაცები ამოვიდა. ეხაც ძალიან საკაიფო და უცხო რაღაცები ამოვიდა. მე მგონი იმ ადგილიდან წამოვიღებ ხოლმე აწის სულ. ეს რა არის? ვერ გავიგე. უკან უამრავი კნოპკა აქვს. ყველგან კნოპკა აქვს. აი ახლა უკან კნოპკები, საათია სავარაუდოდ. აი შევაერთებ და ვნახოთ ახლა. მალე ჯერ ინსტრუქცია ვნახოთ, მაგრამ რა არის? ხო, საათია. საათია მულტიფუნქციური, რომელსაც ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს. ვნახოთ ახლა ჩავთავ და ვნახოთ სინამდვილეში რაც წარმოადგენს. აი შევაერთე და აი ესე გამოიყურება. აი ესეთი საათია. უკან აქვს უამრავი კნოპკა და რომელი კნოპკა გაშულა ვერ იგებ. რა ვიცი, ეხლანდელ დროში ვისაში უნდა დაჭირდეს, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც კაია. მე გავეკვევი ხალხში, ეს კნოპკა რას ნიშნავს არ ვიცი, რა და აჭერ. ნუ ინსტრუქციაში მე ყველაფერი ეწება ალბათ. და დღეისათვის ბოლო ამანათი, ამასაც გზირს ყუთი უდევს და აქ რაღაც რბილი ალბათ სავარაუდოდ რაღაც ტანსაცმელია, რაღაც ვთავს. აი, მართლაც ეგრეა. ყუთი, აი, ნახოთ აბა ამაში გადევს, რაღაც ტანსაცმელია. მოტივიოს ერთი არ უნდა იყოს. ნუ კიდევ ერთი ესეთი ამოვიდა სხვა ფერი. გეტყვით ახლა რა ზომაა? ელი. სწორედ კაი მძიმეა. თავისი ისინიც აქვს. რაც ქვია. ნახოთ ახლა ამ ყუთში გადევს, ძალიან მსუბუქი ყუთია, რაღაც არ მგონი ამაში კაი გამეიდოს, მაგრამ ნახოთ. რაიმე გული გამისკდა. კიდე პარიკი აღარ შემილია. ოღონდ ეს უფრო, ეს უფრო უკეთესი პარიკია. ეს იმენაძევსკი პარიკია, იმიტომ რომ ეგონი ეს უნდა ჩამოიცვა ჯერ თავზე, ეს მოყვა, მაგრამ ეგონი ესე უნდა ჩამოიცვა, სადღაც. თუ ეს პოსა იდო მაგაში, კაი. ეს ხარისხით, ეს პარიკი ბევრად კაი ხარისხისაა, ვიდრე წინა პარიკი ამოვიდა, ბევრად. თავისი რაღაცები მოყვა აქ, არ ვიცი, ეს მეგონი მაკიაჟის არის, სავარაუდოდ დასაფიქსირებელი და ეს მოყვა ჩულკი თავზე ჩამოსაცმელი, 2 ცალი. ანუ სანამ პარკს გაიკეთებ, ეს უნდა ჩამოიცვა თავზე, როგორც მიხოთ. მოდი მე ამის გარშე ჩამოვისვა პირდაპირ და მოემზადეთ ახლა ყუჭუჭა ლევანი გაიჩითება ცოტა ხანში. აჰა, ესეც მე, მეგობრებო, სწორად მიგეთია? თუ მეგონი პირიქით მე, აი ეს. აი ესე, აჰა, ესეც მე. ნუ მე ან სწორად მიკეთია და ან იმიტომ ეს თვალში არ მგონია ესე უნდა მიჩხილებოდეს. ანუ ეს ბევრად კაი ხარისხის არის თვალებში უარ მეფეთებოდეს. ძალიან კაია. ოპა. შემიძლია საგრმიო გავხსნას ცოტა ხანში, ერთი-ორი თუ არ მომივიდა კიდე ეგეთი. სულ ეს იყო მეგობრებო. გამოიწერეთ ჩემი YouTube-ის არხი. YouTube-ზე დავდებ ხოლმე ძირითადად ვიდეოს, ნაწყვეტებს დავდებ ხოლმე უკვე TikTok-ზე და Facebook-ზე. ასე რომ ძირითადი ნაწილი ვიდეოების იდება ხოლმე YouTube-ზე, რომ უფრო წყნარად და გემრიელად უყუროთ, უფრო კარგ ხარისხში. შემდეგი ვიდეო დაიდება შემდეგ კვირას.